მე არ შემიძლია რომ ეთერი არ დავიწყო ქალბატონი მზიას მიმართ სრული პატივისცემის აღთხოვანების არ გამოხატვით, იმიტომ რომ ერთი მან არა მხოლოდ სილა გააცდა დამსახურებული მოძალადეს და არავითარ შემთხვევაში არავის არ აქვს უფლება რომ აი ამ ნაძირავას პირდაპირ ვიტყვი ირაკლი დგებუაძეს ეწოდოს პოლიციელი, ის არის მოძალადე და ზიამ დაიცვა ამ ქვეყნის ღირსება, სამართლიანობა და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ აკავებდნენ და საშინლად ექცეოდნენ პოლიციელები, მან დაიცვა და ამით შექმნა ღირსების სტანდარტი. ასე ყალიბდება სახელმწიფო, ასე ყალიბდება საზოგადოება, ღირსების სტანდარტი, რომელიც გარდა აი ამ ჩვენი წუხილისა, უდიდესი წუხილისა, რომელზეც მე მათ შორის სტატუსში ვწერდი, არის კონკრეტული შედეგი, რეზოლუციაც, საერთაშორისო აქტიურობაც, ამ ქვეყნის რუსეთისგან დაცვაც დგას სწორედ ამ ადამიანების ესე თავგანწირვაზე. მე მინდა მივესალმო ასევე ყველა აქტივისტს აქედან ხარდაჭერა უთხრა ციალას ხვებს, ვინც დღეს იბრძოდნენ და კარვის გასაშლელად და ბუნებრივია ეს პრინციპული საკითხი იყო და დღეს აი თქვენ ეთერში ციალას კარვიდან საუბარი ასევე იმ შეუპოვრობის მაგალითია, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის ბედი ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ზიას მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ ღირს, მით უმეტეს ასეთ ნაძირლებთან ბრძოლაში და მე ვიცი რას გადის, მართლა ჩემი გამოცდილებით ვიცი რას გადის ქალბატონი ზია. კი, თქვენ ამაზე დეტალურად საუბრობდით, რომ ეს არის კრიტიკული ზღვარი, რა შეგრძნებები აქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ დროს ადამიანის. კი, ერთი კრიტიკული ზღვარია 18 დღე და ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ხნედარის და ვთქვათ, არ ვიცი, რაღაცაზე წნევას უმოწმებენ, არის უბრალოდ არ ცოდნის ან მიზანმიმართული მავნებლობის უბრალოდ აპოთეოზი, იმიტომ რომ ერთი უნდა არსებობდეს კონსილიუმი პირველი დღიდან შიმშილობის, რომელიც კონკრეტულ კონტროლს ახორციელებს კონკრეტული სასიცოცხლო ჯანმრთელობის პარამეტრების, ეს ექიმებმა კარგად იციან და ახსნეს და ეს დამოკიდებულება, რაც არ უნდა თქვას მზიამ და მე ქალბატონ მზიას პორტრეტი ჩანს საზოგადოებისთვის, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც იწუწუნებს საკუთარ თავზე. ოღონდ ჩვენ მიუხედავად იმისა, რა სიტყვის ქალბატონი მზია, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ეხლა რაც შეეხება რეზოლუციას და ეს კიდევ უფრო თავარ წნეხს, კიდევ უფრო ქალბატონ მზიას მდგომარეობა თავარ წნეხს აკეთებს ჩვენზე და არა ოცნებაზე, იმიტომ რომ ოცნებისთვის წნეხი არ არსებობს. მორალური წნეხი არ არსებობს, პატრიოტული წნეხი არ არსებობს, სამართლებრივი წნეხი არ არსებობს, მათ ეს არ გააჩნიათ, ზარღვი არის გაწყვეტილი. მაგრამ წნეხი არის ჩვენზე, რომ ჩვენ არ გავჩერდეთ და ვიბრძოლოთ და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი დელეგაცია რეზოლუციის სტრასბურგში ჩვენმა დელეგაციამ უდიდეს შედეგს მიაღწია, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ დელეგაციის დამსახურება, ეს არის მთლიანად იმ საგარეო პოლიტიკური მუშაობის დამსახურება, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ ნამდვილად იმ კონკრეტულ პარტიებს, პოლიტიკოსებს, მათ შორის მიხარია, რომ კოალიცია ცვლილებისთვის იქ არის, ნამდვილად კარგი შედეგი დადეს, ეს უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ უპრეცედენტოა ეს გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს ძალიან მარტივ რამეს. ჯერ ერთი ეს არის სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტი მკვიდრდება ქართულ ოცნებასთან, მყარდება ქართულ ოცნებასთან ურთიერთობებს. ისინი არიან გარიყულები. გარიყულები არიან აბსოლუტურად აი ესეთი ორგანიზაციებიანაც კი, სადაც ეს ხშირად არ ხდება და ამ ფორმით არ ხდება ხოლმე. ეს იქნება მისაბაძი და სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის და ინსტიტუტისთვის. მეორე აქ არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალადობასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ესეც უპრეცედენტო ჩანაწერი არის და აქ არის არანაირი ორაზროვნება, არანაირი დიპლომატიური გაურკვევლობა. პირდაპირ წერია, რამდენიმე თვეში არ ჩაატარებ და ჩვენ საერთოდ ის ფორმალური ფუნქციაც არ გექნება, რაც დღეს დაუტოვეთ. მათ შეუზღუდეს ყველანაირი შინაარსი, პრაქტიკულად ისინი იქ არ არიან, უბრალოდ დატოვეს ეს ფორმალური, რომ წნეხის კიდევ ერთი ეტაპი იყოს და ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე არჩევნების არ ჩატარება არის არა მარტო ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, არამედ ამ ორგანიზაციის და იმ ქვეყნების შეურაცხყოფა. კი, მაგრამ ეს არის ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, რაც მთავარია, არის თუ არა ეს ის მოთხოვნა, რომელსაც აუცილებლად შეასრულებენ, იმიტომ რომ ამხელად აქციები არ გაითვალისწინა ივანიშვილმა, არ ვიცი, აი ევროსაბჭოს ამ რეზოლუციას გაითვალისწინებენ? უნებრივია, მე არავინ არ მინდა მოვატყუო, რომ ერთი რეზოლუციით ტყდება ეს სისტემა, მაგრამ
შედეგი დგება დიქტატურის დამხობის, ხო, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედან, ერთობლიობით ზეწოლის, ხო? და ზეწოლის ეს კონკრეტული მაგალითი, რომელიც არ აღიარების მართლა უპრეცედენტო, არა თუ არ აღიარების, გარიყვის მათი ცივილიზებული სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური ორგანიზაციიდან, ეს ქმნის აი იმ მათი სრული იზოლაციის სურათს, რომელშიც შეუძლებელია ქვეყანა მართო. შიგნით გრიყავენ, არ გეპოვებიან, არ ჩერდებიან, ვერ ტეხავ პატიმრებს, ვერ ტეხავ ერთცეთ ადამიანს, ვერც ბათუმში, ვერც თბილისში, ვერც სხვაგან, გარეთ გრიყავენ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანესი მიმართულება, მათ შორის ჩვენი მუშაობის და ზეწოლის ეს არის სანქციები და აქაც არის პროგრესი, კიდე სამუშაოა და ერთობლიობაში ეს ყველაფერი მოიტანს შედეგს. უბრალოდ ეს რომ ასე არ იყოს, ეს ერთმანეთზე უნდა დაშენდეს. არაღიარების პოლიტიკა სჭირდება არა მარტო შენარჩუნება და განვითარება და დღევანდელი აი ეს რეზოლუცია არის გარღვევა, მათ შორის აი ამ არაღიარების და გარიყვის. ელენე, ბოლო კითხვას დაგისვამთ და აი თუ შეიძლება რომ მოკლედ მიპასუხოთ და დაგემშვიდობებით, რა უნდა ვქნათ დამატებით? აქციები არ წყდება, სანქციები და იზოლაცია ქართული ოცნების გრძელდება. რა არის გასაკეთებელი? იმისთვის რომ გადავარჩინოთ, ამჯერად უკვე გადარჩენაზეა მზია ამაღლობელის, ხო? საუბარი, გადარჩეს მზია ამაღლობელი, დავიხსნათ პოლიტპატიმრები და მზია არ არის ერთადერთი, ვინც შიმშილობს სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობს ასევე ბათუმელ მედროშეთ წოდებული უკვე მე-13 დღეა. აი რა უნდა გაკეთდეს თქვენ როგორც პოლიტიკოსი, რას გვეტყვით და დაგემშვიდობებით ისევ ბათუმს უნდა დაუბრუნდეთ, სადაც პოლიცია კარავს უახლოვდება და გვაინტერესებს იქაც რა ხდება. ხო, ცლად ამაზე რა თქმა უნდა ეხლა ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ უნდა გაკეთდეს იგივე, შიგნით ბრძოლა, შეუპოვრობა, სიჯიუტე მდგრადობა და გარედან არაღიარება და სანქციები. ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვიტანს შედეგს. კი ბატონო, ელენე, ძალიან დიდი მადლობა და ცოტა ვცლად მინდოდა თქვენთან საუბარი, იმედი მაქვს რომ სტუდიაში მოხვალთ უახლოეს გადაცემაში და ბევრ რამეზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ელენეს ვემშვიდობები